ახლა ვმუშაობთ ქუთაისის ბიომედში. რამდენიმე პაციენტი დაგვჭა და მე მოვდივართ თბილისში და სხვათა შორის ძალიან კარგი ინფორმაციებს ვიგებთ თბილისიდან, კლინიკიდან. უკვე რამდენი ორსულობა დაფიქსირდა ნინო? ორი ორსულობა გაქვს, ერთი 4 წლიანი უშულობით, მეორე 1 წლიანით. ზოგადად აი ეს რომელია ენდომეტრიოზით როგორია? ენდომეტრიოზი ქონდა ერთ პაციენტს, დაბალი ანტიგენებით. აი ენდომეტრიოზით რამდენი წლიანი უშულობა აქვს? 1 წლიანი უშულობა, მაგრამ საკმაოდ რთული სიტუაცია ჰქონდა. ნაოპერაციები ენდომეტრიულ კისტაზე, ძალიან დაბალი ანტიმიულერი 0.1, თუმცა ახალგაზრდა 20 და რაღაცა წლის, 24 თუ რაღაც ესეთი ასაკის. და მართალი გითხრათ ძალიან ესეთი არ ქონდა იმედი, მაგრამ მოხდა ორსულობა, ძალიან მეხარია, ულოცავ. მეორე პაციენტი არის 4 წლიანი უშულობით და ქონდა, ესე იგი, ორჯერ გაუკეთეთ მინი ჰისტეროსკოპია, იმის გამო რომ ქონდა საშუალოსნოს გულში პრობლემა. ენდომეტრიული კისტა აქვს. გავაკეთეთ სტიმულაციები, მინდების გამტარობა, ჰისტეროსკოპია და ეხლა ორსულობა. ხო, და ძალიან გვიხარია, ქორიონული გონადოტროპინი საკმაოდ მაღალია.